სახელითა მამისათა, დაცისათა, დაწმინდისა, სულისათა. ეს არის მოწმალე სამარიტელის სახარება და ეს სახარება თვითონ ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ის კომპასი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ღმერთთან უნდა მივიდეთ. რა კომპასი აქვს ლაპარაკი? მოდით ჯერ შინაარსი გავიხსენოთ. ეს ყველას ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი, მაგრამ ძალიან მოკლედ მოგითხრობთ. ერთი თავარი მიდის გამოსაცდელად ქრისტესი, რომ რაიმეში დაიჭიროს, იგი რაიმეში გამოიჭიროს და აი ის რაც ფარისევლებს, სადუკევლებს, წიგნობრებს ჰქონდათ სიძულვილი, შური ქრისტეს მიმართ, რომ ეს უფრო მეტად გაევრცელებინათ. ეს სწავლული მიდის ადამიანი, მიდის ქრისტესთან და ეუბნება, რომ უფალო რა არის ყველაზე მთავარიო მცნებაო წმინდა წერილშიო. ხოდა ქრისტე კითხვაზე კითხვითვე მიუგებს, შენ ხარ ჯულის მოძღვარი და შენ როგორ ფიქრობ, რა არისო და ჩვენ ჯულშიო ესე წერია, რომ გიყვარდეს ღმერთი ყოველთა გულითა შენთა, ყოველთა სულთში, ყოველთა გონებითა შენთა და მოყვას შენი ვითარცა თავი შენი. მართალ მომიგეო, მართალს ბრძანებო, ეგრე იქმოდე და სხონდებიო. და ეხლა ეს უხერხულობაში ჩავარდა, რომ თუ კი ვიცოდიო რაღაცა შევეკითხეო და უნდა რომ თავი გაემართლებინა რაღაცით და კიდე კითხვა დაუსვა, ვინ არის მოყვასი ჩემიო? და აი ამ კითხვაზე უკვე მაცხოვარი იგავით აძლევს პასუხს, რომ ერთი ადამიანიო ავაზაკებმა დაწყლესო, ან დაჭრესო და გაძარცვეს და დაუტოვეს დაჭრილი გზაზეო. შემთხვევით მღვდელი მოდიოდაო, შეხედაო და თანაწარხდაო. ლევიტელი ან დიაკვანი მოდიოდა, შეხედა თანაწარხდა ისიც, არ დაეხმარა. ამ დროს მოდის ყველასთვის საძულველი სამარიტელი. ებრაელები არც კი შეეხმიანებოდნენ სამარიტელებს და ქრისტემ შეგნებულად მოიყვანა ეს იგავში. მოდის სამარიტელიო, რომელმაც დაინახავ ეს დაჭრილიო, შეეწყალაო, ადგაო, ღვინით მობანაო, ჭრილობებიო, ზეთისცხო, თავის ვირზე შესვალ, წაიყვანა სადგურზე, ანუ სადგურს ეძახდნენ, მაშინ სასტუმროს, ჩააბარა სასტუმროს უფროს, 2 დრახკანი დაუტოვა და უთხრა, აი მოახმარე ამ დაჭრილ ადამიანს და თუ უფრო მეც დახარჯავ, მე რომ მოვბრუნდებიო, გადაგიხდი ყველაფერსაო. შენ როგორ ფიქრობო, აი ამ დაჭრილის ვინ არისო ეს ისაო? ვინ გააკეთა სიკეთეო? და არც კი თქვა სამარიტელიო და ის ვინც გააკეთა სიკეთეო. ვინ არისო ამის მოწყალისო? სამარიტელი არის სახე ქრისტესი. სამარიტელი არის ის, რომელმაც ყოველგვარი საზღვარი გადაშალა და მისთვის ებრაელები, ანუ ის ვინც ჯულს მისდევდნენ, მისთვის აი ეს წარმართები, მისთვის მეფეები იქნება თუ გაჭირვებული, ყველა ერთია. აი ეს არის მოწყალე სამარიტელი და მოწყალე სამარიტელი უნდა ვიყო თითოეული ჩვენთაგან. ჩვენ არ უნდა ფიქრობდეთ, რომ აბა ის ვინ არის? ის
ინდოელია თუ პაკისტანელია თუ არაბია თუ ქართველია თუ დავინახავთ გაჭიროებაში უნდა მივიდეთ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია იქნებ მათი სახით მოდის ჩვენთან მაცხოვარი იქნებ მათი სახით მოვა ჩვენთან ის გაჭიროებული და ან დახმარებას გთხოვს ან გთხოვს რომ ან მოწყალება მოიღე ჩემზე ან მრავალწერი არამც და არამ ჩვენ არ უნდა ვიხემძღვანელოთ იმით რომ ან სოციალური ან ეროვნული ან რაღაც ისეთი კრიტერიუმები ჩვენ უნდა ვიხემძღვანოთ მხოლოდ ერთით რომ მოყვასი არის ის ვინც ჩვენ ცხოვრებაში შეგვხვდება და ყოველთვის აი ის უნდა გავაკეთოთ ის უნდა გაუკეთოთ ამ მოყვას რაც ჩვენ გვინდა რომ სხვამ გაგვიკეთოს იმ მდგომარეობაში ასე რომ დღევანდელი წაკითხული სახარება სწორედ მიგვანიშნებს ამაზე რომ მოყვასი ვართ ერთმანეთის ვინც შევხვდებით ცხოვრების გზაზე არა აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ შეიძლება გიმტროს შეიძლება არ უყვარდე მაგრამ ქრისტე რას გეუბნება აპატიი მას ძულხარ შენ შეიყვარე ის გწყევლის შენ ლოცე მესმის რომ ეს ძნელია ბევრს ეს არ შეუძლია როგორ შეძლებს თუ ის გაძლიერდება ეკლესიურობით ლოცვით მარხვით აღსარებით ზიარებებით აი ამის შემდგომ შეძლებს და როდესაც ჩვენ ყველასთვის ვილოცებთ როცა ჩვენ ყველას სიკეთეს გავუკეთებთ და როდესაც ჩვენი მოყვასი განურჩევლად კანისა ფერისა თუ ვინც არ უნდა იყოს მივიღებთ როგორც ქრისტეს მერწმუნეთ რომ ჩვენ მიგვიღებს უფალი როგორც ჩვენ მღებულობთ მოყვას ისე მიგვიღებს ჩვენ უფალი მერთმა მოგვცეს ამის ძალა დღეს ბევრი წმინდანებია დიდმოწამე კონსტანტინე ქართველთა მთავარი და წმინდა დიდმოწამე გიორგი შეგვეციოს მათი მადლი მათ თავიანთი დიდი წამებით ქრისტეს გულისთვის დაამტკიცეს თავიანთი ქრისტიანობა და რვა წამებდნენ დიოკლეტიანესთვის ლოცულობდა აი ეს წმინდა გიორგი მრავალი ტანჯვა შეხვდა მას მაგრამ სიხარულით ღებულობდა რადგანაც მაცხოვრის ხმა ესმოდა ნუ გეშინია გიორგი მე შენთან ავარ და მე მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დიდებული დღესასწაული ყველას ვისაც კონსტანტინე ქვია ვისაც ყველას გიორგი ქვია დაუცვილები იყავით გახარებულები და შეგვეციოს ეს წმინდანები ეს მოწამეები და ინებოს ღმერთმა რომ ჩვენი ქრისტიანობა შეიწიროს რატო ამბობ შეიწიროს იმიტომ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ეზიარებოდეს მაგრამ მის გულში სიყვარული არ იყოს ის ვერ ღებულობდეს ყველას როგორც მოყვასად ასეთ შემთხვევაში უფალი მას ეტყვის არა გიცნი შენ არ გიცნობო ეს ეტყვის რომ განაშენი სახელით არ ულოცულობდიო განაშენი სახელით არ სასწაულებს არ ვახდენდიო მას ეტყვის არა გიცნი შენ თავარი არის სიყვარული ჩემოკეთილებო სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა აი ამ ორ სიყვარულზე დგას მთელი ქრისტიანობის ბურჯი მე მინდა გაგახსენოთ 28 ნოემბერს პარასკევს არის შობის მარხვის დასაწყისი ეხლა პარასკევს ამ მარხვაში თევზი იჭმება ოღონდ 4 შაბათ პარასკევის გარდა 25-მდე ეცადეთ რომ ღირსეულად შეინახოთ ეს მარხვა და ეცადეთ რომ თუ კი შეძლებთ ყოველ კვირას რომ ეზიაროთ ჩვენთან არის ღმერთი. მე მადლობს ჩვენი ქვეყანა.